გუშინ დავუბრუნდით CA-დან რაღაც ბანაკისავით სიტუაცია გქონდა 20 დღიანი, ჯგუფი უფრო გადაგვანაწილეს და წავედით, რომ ასე ვთქვათ, რაღაც ტრენინგები გაგვიარა. ტრენინგები, ჩემი ტრენინგები, რაც მე შეხვდა საგანი იყო, განათლება და STEM-ი. და ძალიან ბევრი საერთოდ ჯგუფური აქტივობა გქონდა, აი 12 სტუდენტი ვიყავით ერთად, 2 ლიდერი და პენსილვანიაში წავედით, ფილადელფიაში, სადღაც მთებში Wi-Fi ანუ არ გქონდა ინტერნეტი კავშირი, საერთოდ მიწერაც რა შეგვეძლო, ესეთი სიტუაცია იყო. მაგრამ ძალიან გავერთეთ, იმიტომ რომ ესეთ ამ სიტუაციამ კიდევ უფრო დაგვახლოვა ერთმანეთთან. პატარა ლაშქრობაც ჰქონდა 1 საათიანი და kayaking-ით, ანუ ნავებით სიარულიც გამოგვივიდა შეუძელით. მე რაღაც კოცონიც დააგავერთეთ. წავედით ფილადელფიაში, პენსილვანიაში. Oh my god. ალბათ 3 საათი დაგჭირდება და ვის ნახევარი რა ხდება? Okay, let's do it. It feels like the wall of... I love how you're recording. Oh my god, is this broken? Oh Oh my god, this is broken! What the? my god, be so careful. I'm just gonna put my foot on it, I guess. Move this one. I feel like this is pretty good now. ამ დღეების განმავლობაში ლაშქრობაზეც წავედით, ძალიან ლამაზი ხედებით ნახეთ და საღამოობით კოცონსაც ვანთებდით, რის გარშემოც ძალიან ღრმა საუბრები მიმდინარეობდა ხოლმე. მერე ერთ-ერთ დღეს ნავებითაც გავისეირნეთ. The vlog. Guys, say hey. Hey. სხვათა შორის, ანუ პრისტონში რო სულ აქეთ-იქით დავდივართ და რაღაც ივენთები და ამბები გვაქვს, ეს სიტუაცია უფრო მწყნარი და მშვიდია. მიუხედავად იმისა, რომ ისიც ბუნებაა პრისტონშიც, თითქოს უფრო საკუთარ თავზე ფიქრობს შენ სტრესზე, მომავალზე და ეს მივიდა მუზეუმში. ბოლტი აქ და ხოლმე წავალ სახლში. გონდებით. მენატრებას. Your consumption? That is our creation right there. As you can see here, it looks good. Can't see anything. წესზე ვისხედით ხოლმე და საუბრობდით ჩვენს შიშებზე, იმედებზე, წლის ყველაზე ბედნიერ მომენტებში და ამით თითქოს რაღაც თან ერთმანეთთან ახლობები, თან შეცდოც რაღაც თერაპია სავით არის და ძალიან გეხმარება ყველაფერს. დღეს არის 31 აგვისტო და პირველ აპლიკაციას ვაგზავნი სამსახურზე. ეს არის რაღაც office work სიტუაცია, იმაზე რა ქვია, ანუ Forbes-ის კოლეჯში თვითონ და ძალიან კარგი შესაძლებლობა რაც ძალიან მომწონს და ეხლა უნდა გავაგზავნო აპლიკაცია, წვიანი ქრევაპასუხები, მაგრამ ერთული მაქვს რას მიტყვიან. CV-ით გავაკეთე ამის გამო და ესების დაწერას მომიწია, გეხვდება. Okay, დღეს არის ძალიან დატვირთული დღე გვაქვს. დღეს ოფიციალურად გავხდებით პრინსტონელები. კარიბჭეში გავივლით, რომელიც რაღაც ნამდვილ პრინსტონელებად გადაგვაქცევს. საღამოს შოუსავით არის რაღაც დადგმული პირველ კურსელებისთვის, ესედაც მოგცეს ეს Forbes არის ჩემი კოლეჯის სახელი და მოკლედ ძალიან დატვირთული დღე გველოდა. ანუ ასე ვთქვათ, ლეგენდა არსებობს, რომ იმ კარიბჭეში, როდესაც შეხვალ, სანამ ბაკალავრიატს არ დაამთავრებ, კარიბჭედან არ უნდა გამოხვიდე, თორემ პრინსტონის დამთავრებას ვერ შეძლებ. ზოგს ჯერა ამ ლეგენდის, ზოგს არ მოგინახოთ, აბა რა იქნება. დღესთან დილით ქართველებს შევხვდი, იმიტომ რომ მინდა რომ პრინსტონის ქართული საზოგადოება გავააქტიუროთ და არც წინა წელს დაარსდა და რაც მოიცავს რაღაც ქართული კულტურის პოპულარიზაციას, სხვადასხვა მუსიკალურ თუ კულტურულ აქტივობების დაორგანიზებას, კერძების გასინჯვას და ანუ მინდა რომ ეს ქართული ტრადიციები და კულტურები პრინსტონის უნივერსიტეტში, ასე ვთქვათ, უფრო პოპულარული გავხადოთ და იმედი მაქვს რომ გამოგვივა, იმიტომ რომ პირველად ისტორიაში ვართ 5 ქართველი და ძალიან გვინდა რომ
დავაორგანიზოთ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, მაგ ყველაფერსაც განახებთ. გეგმებიც პროფესორებმა ასე ვთქვათ, დადეს და გაგვიზიარეს საგნებით რაღაც საკითხები, გამოცდების რიცხვები და ყველაფერი და მაგასაც უნდა გადავხედო. ზოგადად არის სილაბუსი, რომელიც გიზიარდება წლის დასაწყისში და გირჩევენ რომ ყველაფერს გადახედო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, დაგეგმარებაში გეხმარება და უფრო მენეჯმენტის კუთხით უფრო მარტივია ეს ყველაფერი. ასევე გირჩევენ ამ შეხვედრების განმავლობაში გურჩიეს რომ office hours დროს პროფესორებთან მივიდეთ. ამ office hours-ის დროს პროფესორს აქ რაღაცის დრო გამოყოფილი, საათი, სადაც შეგიძლია მიხვიდე და ნებისმიერი კითხვა დაუსვა. დავალებასთან დაკავშირებით, ლექციასთან დაკავშირებით თვითონ პროფესორის შესახებაც გაიცნორ და დაუახლოვდე და გვეუბნებიან რომ ყველა ვარიანტში წადით, იმიტომ რომ ძალიან მოსწონთ ეს ასეთი ინტერესის გამონახვა პროფესორებს და სხვა მასწავლებლებს, ლექტორებს, პროფესორებს და ლექტორებს. და მაგათ ყველა ვარიანტში მე საგნების აღება მოვასწარი, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ცხოვრება ბირთვული არაღის სამყაროში, ესე ქვია სემინარს, ეგეთი საგნები ავიღე და ერთული მოკრუტის დაიწყება. ეხლა კიდევ უფრო აღელვებული ვარ ეს განრიგებიც რო გამოაქვეყნეს და გეგმებით ძალიან ერთული მოკრუტის დაიწყება. 2 სექტემბერს გვეწყება სწავლა. ხვალ არის სტანდარტები, ვაპირებ რომ გავიაროთ, სხვადასხვა შენობებში ხომ არის ჩემი გაკვეთილები და ვაპირებ რომ ნახო ჩემი ყველა საგანი რომელ შენობაში და რომელ ოთახში ტარდება, რომ პირველ დღეს არ დავიბნე და 5 წუთი არ დავაგვიანო, იმიტომ რომ გზა ვერ გავიკვირია. და ყველაფერი უნდა გავაკეთო. მე საშოპინგ რაღაცები საკიდელიც მაქვს, მაღაზიაში მინდა წავიდე და იმედი აღია იქნება, რაღაც მეილების უნდა შევამოწმო და მენტალურად და ფსიქოლოგიურად გავემზადო გაკვეთილების დაწყებისთვის. მინდა რომ რაღაც მათემატიკის ავარიშოების გამეკეთებინა, მაგრამ ნახოთ ხვალ ამდენს მოვასწრებ თუ არა. მოკლედ, ძალიან მაგარი ადგილია, ძალიან მაგარი ხალხია, ყველა ძალიან კომუნიკაბელურია. სამსახურზე გავაგზავნე აპლიკაცია და ჩავედი ქვემოთ, რომ რაღაც კითხვები დამესვა. სადაც მასვიზა, რა ქვია, გავაგზავნე სამსახური და 20 წუთი ხალი მელაპარაკებოდა, ერთ-ერთი სტაფის წევრი მელაპარაკებოდა 20 წუთი. გამომკითხა რომ რა ფაკულტეტზე სწავლობო, საიდან ხარო და ისეთ თბილად, კულტურულად რომ არ ვიცი, ძალიან გამიხარდა. მოკლედ, დიდი ამბები გველოდება. ასეთი სიტუაცია. ეხლა გავდივართ ტრიპჭაში, რომელიც ლეგენდის მიხედვით ერთხელ უნდა გაიარო. ოფიციალურად ინსტალაცია გავხდები ახლა შევარგავ ფერს და 1 2 ვართ. Princeton's entering transfer students and the members of Princeton's great class of 2029. The step sing is the second oldest Princeton tradition after the Latin salutatory address, which you'll hear about in 4 years. Now, I'm one of those alums you've probably heard about. I've been to every single reunion since my junior year. This is my 5th reunion bow tie, my 10th reunion shirt, my 15th reunion shorts that I'm shocked I can still get into, my 20th reunion hat, my 25th reunion jacket, my 30th reunion sunglasses, my 45th reunion pin, my 40th reunion lapel pin that was sculpted by one of our classmates, and a 45th reunion whistle. I'm running out of body parts. Of 2029. One locomotive for 29. One locomotive for 29. Hip, row, row, row. Tiger, tiger, tiger. Sis, sis, sis. Boom, boom, boom. Ah! 29, 29, 29. Woo!
ძალიან დაგრილი ვარ. ძალიან. წიგნით განვიხილეთ, რაღაც შეხვედრებსაც დავესწარით და ახლა 1 საათში იწყება წარმოდგენები, რაღაც თეატრალური მუსიკა და ცეკვა და ძალიან მაინტერესებს წასვლა მინდა, მაგრამ სახელ უნდა დავიდნენ, თორე შანსი არა ვერაფერს ვერ ვიზამ. ადამიანები ველოდებით ჩვენს შეკვეთებს გამის პირველი საათია. შია. არის 1 სექტემბერი, ხვალ იწყება გაკვეთილები და ძალიან აღელვებულები ვართ, მაგრამ დღეს ასევე თან არის Clash of Colleges, ანუ კოლეჯები ერთმანეთს ვეძებდებით სხვადასხვა აქტივობებში და მე გვემზადებით თან ეს ჩვენი კოლეჯის ნიშანი დათვია და დათვის ყურები დაგვირიგეს. მოკლედ ძალიან ესეთი ენერგია და მუხტი ტრიალებს და ერთული მაგრას აიდრო გავიმარჯვებთ რა. ეხლა სხვადასხვა სპორტული აქტივობებია, ქულების დაგროვება და მე გავიმარჯვებთ. ესეთი სიტუაცია ჩვენ მგონი ვერ მოვიგებთ წელს, მაგრამ ნახოთ აბა თუ აღარა მაქვს საერთოდ. We've been waiting for this. Can we get a drum roll, please, up in here? Who's that? Who's that? And the winner of the 2025 Clash of the Colleges